ბატის კანი ან იგივე ფოლიკულარული კერატოზი. ზაფხულის დადგომასთან ერთად რა თქმა უნდა ეს პრობლემა აქტუალდება ხოლმე, მაგრამ რატო აქტუალდება ეხლა აგიხსნით, იმიტომ რომ ზამთარში ნაკლებად ვაქცევთ ამას ყურადღებას და ზაფხულში როცა გავიხდით ხოლმე, ყველას გვინდა რომ გქონდეს პრიალა კანი, სადა და ასე შემდეგ. პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ ფოლიკულარული კერატოზი ძირითადად ჩნდება ხოლმე აი ამ ადგილებში, ან ბარძაყებზე, ეს არის მისი ყველაზე ესეთი დამახასიათებელი ადგილები, სადაც ის გამოჩნდება ხოლმე, რა უნდა მოვიმოქმედოთ. ესე იგი, პირველი რაც ჩვენ დაგჭირდება, რომ ეს უნდა დავიბანოთ ტანი ან განსაკუთრებით ეს ადგილები სალიცილის მჟავის შემცველი საშუალებებით, უამრავი გელები არსებობს, დასაბანი გელები, რომელიც შეიცავენ სალიცილის მჟავას. ასევე ამ შემდეგ აუცილებლად უნდა ესე იგი ზემოდან დავიტანოთ რამე საცხი, გინდათ სახისაცხი იყოს და გინდათ ტანისაცხი, რომელიც შეიცავს შარდოვანას, ამაზეც არაერთხელ მაქვს ნასაუბრები. აი ამ შედეგად თქვენ შეძლებთ ამ პრობლემას ნელ-ნელა, ეს არ მოხდება ერთ დღეში, მაგრამ ნელ-ნელა გაუმკლავდეთ. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის წარმატებულ არჩევანს გისურვებთ.